დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. გამეღვიძა თუ არა თქვენ უნდა შემოგიერთდეთ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული საკითხია და მოდი ერთად ვნახოთ, რომელი სერიოზული საკითხი განიხილება ახლა ამ შემთხვევაში გუშინ განიხილა იმედის დილამ და ამაზე მინდა გესაუბროთ და იმაზეც მინდა გესაუბროთ, რატომ არის ძალიან დიდი სიაფანდი ეს და რატომ არის ძალიან დიდი ტრაგედია და რას ნიშნავს ეს, რას გვიკეთებენ. თქვენ იცით, რომ 4 დღის წინ ჩვენ ვიყავით გეცამანის ბაღში, სადაც ვისაუბრეთ იქიდან, რომ აი ამ ადგილზე დაიჭირეს იესო ქრისტე, შემდეგ ჯვარზე აიყვანეს და იქ აცვეს ჯვარს და ესე იგი მთელი ეს ადგილი ასახული არის იმ ბოძზე, რომელიც გეცამანის ბაღში დადგა 2007 წელს ილიამ, თუ 2017 წელს ილია მეორემ და აი ამ გეცამანის ბაღის ბოძზე ასახული არის მთელი ეს სცენები, სად მოხდა და როგორ მოხდა, რომ ყველაფერი მოხდა მცხეთაში. და ეხლა ნახეთ, იმედის დილა მესამე დღესვე აქვეყნებს ესეთ რაღაცას და ერთად ვუყუროთ რას. ივნისი გარემოსდაცვის მსოფლიო დღეა საქართველოში გარემოსდაცვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა მასშტაბური დასუფთავების აქცია მოხალისეობრივი პლატფორმის ტყის მეგობარი ფარგლებში. ფერდობზე სიმბოლურად აირგო 5 წიწვოვანი ნერგი და მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც 31 ჰექტარზე ახალი ტყე გაშენდება. ეს იქნება პირველი პრეცედენტი ამ მასშტაბით საქართველოში. 31 ჰექტარზე გაშენდება ახალი ტყე გაშენდებაო და აირჩიეს მაინც და მაინც ეს ჯვრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც არტეფაქტები არის უამრავი და რადგან ახლა ეს გავახმაურეთ, რომ აქ უკვე ხალხმა გაიგო, რომ აქ იყო იესო ქრისტე, აქ აწამეს, აქ მოხდა ყველაფერი, ესე იგი ნახეთ რა გააკეთეს, როგორ უცბად იმოქმედეს. ესე იგი ესეთი რამე მე არ გამიგე და ნახეთ, უყურეთ როგორი ქალი შემოვა ახლა რა. ნათია იორდანიშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს ნათია იორდანიშვილი ხალხი იორდანიშვილი აი ეს ებრაელი სახეზე არ ეთქობა რომ ებრაელია 31 ჰექტარი აი ამ ტერიტორიაზე ტყის გაშენება ნამდვილად მასშტაბური პროექტი არის, როგორ მიმდინარეობს ტერიტორიის დაყოფა და აი ეს შტერი, ეს დებილი კიდე და ეს ებრაელი, ნახეთ როგორი ებრაელი სიფათი აქვს ამას. საშინელება ხალხო, რას გვიშვებიან? 3 აპრილს დავდგით ჩვენ პამიდორი 1 ივნისი გარემოსდაცვის მსოფლიო დღეა საქართველოში გარემოსდაცვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. რას გვიშვებიან, იცით მეგობრებო, სახიში გვაფურთხებენ ესენი რა. აი ახლა ვითომ გარემოს დაცვით ხალხს იმას იზამენ და თან როგორ ეუბნებიან, იცით, შემოგვიერთდითო, ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობაო, 3 სექციად გვაქვს დაყოფილიო, რომ ამ ადგილზე ხეები დავდგოთო, თბილისთან ახლოს არისო და მნიშვნელოვანი ადგილი არისო, იმისათვის რომ ტყე გაშენდესო, გაიგეთ? ქართველებო, ცოტანი ვართ. ესენი არიან გადაშენდნენ აქედან, ნახეთ რამდენი არიან ხალხო. ნახეთ, ყველგან ისინი ზიან. აი ამ ქალს რა უნდა? გარემოს დაცვის წარმომადგენლად. ეხლა მოусმინოთ და ყველა გარემოს დამცველს და არ მხოლოდ მიულოცავ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს და დიახ, ჯვრის მიმდებარე ფერდობზე ტყის გაშენების პროექტი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გამო. აქ არ არის მხოლოდ მასშტაბურობა 31 ჰექტარი და 25000-ზე მეტი ნერგი, ხედა ბუჩქი, ეს ტერიტორია გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია, კულტურული, ისტორიული ლანდშაფტი, ვიცით რომ ჯვარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან თავისი პირით იძახის კულტურული, ისტორიული ლანდშაფტი არისო. თავისი პირით იძახის. და აქ ტყე უნდა გავაშენოთო. ეს იაშენებენ ტყეებს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებზე, სადაც გადაფარვა უნდა და დააკვირდით, როგორ ხელოვნური ტყეები არის გაშენებული კახეთში, რაჭაში, იმერეთში, ასურეთში და ეხლა ჯვარზეც უნდათ რომ გააკეთონ, არა მხოლოდ ეხლა ის მცირე არის ის რაოდენობა, რაც ჩამოთვალე, ძალიან გთხოვთ, გადააზიარეთ ეს, გადაუზიარეთ მეგობრებს, ქართველები თუ კი დავრჩით ვინმე, ერთმანეთს თუ არ დაუდეკით ხარში, აი ესე გვართმევენ ყველაფერს და ეხლა უყურეთ, გავაგზავნეთ. მათი დონაციით, მათი ფიზიკური აქტივობებით და ასე შემდეგ. როგორ შეგვიძლია რომ ჩავერთოთ ჩვენ ამ კომპანიებს? ძალიან მარტივად ვებგვერდზე Forest Friend-ში ესე გაუკეთეს.
ესე გაუკეთეს პროპაგანდა იმ საკითხს, იქ ღვთისმშობლის ტაძარი რო ააშენეს თბილისის ზღვასთან ახლოს და ქვები რო ჩააყრევინებს ხალხს. საძირკველში რომ თავისი სახელები დააწერინეს და ქვები ჩააყრევინეს, თავისი ხელით დაამარხინეს და მოაჯადოებინეს თავისი თავი. ეხლა უნდათ რომ ჩვენი ხელით გადაგვასწორებინონ ის ადგილი, სადაც უმნიშვნელოვანესი არტეფაქტია, ხალხო. უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი იესო ქრისტეს რაც შეეხება. იქ ქვები რომ ვიპოვეთ, მე და იმ გოგოებმა ვინც ვიყავით და კიდევ ბიჭებიც იყვნენ. ესო ჩვენ დავაწერეთო ამ ქვებსო. წარმოგიდგენიათ, აი ამაზე იძახიან ერთი წუთით, ეხლა ვიგაჩვენებთ იმ ქვას, რომ ჩვენ დავაწერეთო იქ ყარაული ვინც დგას, ისიც ებრაელი იქნება ქართული გვარით. თორე ქართველი მაგას არ იტყოდა. ამას ესენი თურმე ეხლა დააწერეს და ნახეთ, აი ესენი თურმე დონი ანი პირი და პირი, რომელიც იპოვეს აშკარად იქვე სადღაც ეგდო და ჩამარხეს ესე თვალსაჩინოთ და ესენი ხო ჩვენ დავაწერეთო, იძახის ეს კაცი რა. დებილები ვგონი ვართ ამ ხალხს, ხალხო, გამოფხიზლდით, ხალხო, დებილები ვეგონებით, აბა დებილები ვით ვიქცევით. ეხლა ნახე რეებს აკეთებენ ეხლა. თან ერთად და აშკარად შეიმჩნევა სასიკეთო ტენდენცია, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და მე მიხარია ხოლმე რომ თქვენი მეშვეობით გვაქვს ხოლმე საშუალება რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას. მოდი კიდევ ერთხელ შეახსენეთ ჩვენი ეთერის საშუალებით. ვიყოთ გარემოსთან და თუ არა ჩვენი ცხოვრების რუტინის შეცვლა, სხვა შემთხვევაში ისეთ შედეგებს ვერ მივიღებთ როგორც საჭირო. და თუ მოგვინდება რომ ჩვენ თქვენთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა და სუფთავებაში, იგივე სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში, როგორ აი ეს ორი გამოშტერებული არ ეძინებათ ზეზეურად ძინავთ ამას. სააგენტო ვავრცელებთ ხოლმე როგორც წესი ღია საჯარო ინფორმაციას სხვადასხვა არხებით, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ტყის მეგობრის გვერდზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, მოხალისეთ და პერმანენტულად მიიღებთ ჩვენგან როგორც სიახლეების შესახებ. გამოსირებულები უკაცრავად რა. ეს მოკლე რჩევები იმისა, როგორ ჩავერთოთ კონკრეტულად. ან ესენიც ებრაელები არიან, მაგრამ არ ჩანან ესენი ებრაელები, ან ქართული სიფათები აქვთ ამათ. იმისთვის რომ გარემოს გავუფრთხილდეთ. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ აი ამას კი ნამდვილად ებრაული გარეგნობა აქვს. ცხოვრებელ მომენტების და ჩვევის შეცვლაც კი შეიძლება დამზოგავი იყოს იმ რესურსების და გარემოს მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ, ხომ? შევცვალოთ პლასტიკატის ბოთლები, მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებით წყლისთვის თუ სხვა თხევადი ნივთიერებისთვის. როდესაც გარემოში მით უმეტეს ეხლა მოდის ცხელი პერიოდი და ზაფხულის პერიოდი გადავადგილდებით და ძალიან გვიყვარს ჰაერზე დასვენება, არ გავაბინძუროთ არა მხოლოდ ბოთლებით და პლასტიკატით, არამედ არანაირი ნარჩენით, რომელიც დაბინძურებასთან ერთად შემდეგ უკვე ხანძრების წარმოშობის წყაროც ხდება. შევეცადოთ, რომ ნარჩენების დაყრის გარდა ფრთხილად ვიყოთ კოცონთან, იმიტომ რომ ესეც აქტიური დასვენების სეზონთან უკავშირდება და დავანთოთ კოცონი მხოლოდ იქ, სადაც ამისი მოწყობილი ადგილი, ან გავითვალისწინოთ. ძალიან მარტივია ვიყვარდეთ სხვადასხვა და გავუხსნათ მას ყველანაირი შესაძლებლობებით. უბრალოდ ჩვენ ჭირდება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვევაში გადავიდეთ. დიდი მადლობა წარმატებებს ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ ახლა გავაკეთეთ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. საქართველოში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა მასშტაბური დასუფთავების აქცია მოხალისეობრივი პლატფორმის ტყის მეგობარი ფარგლებში. ფერდობზე სიმბოლურად დაირგო 5 წიწვოვანი ნერგი და მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც სიმბოლურად დაირგო 11 ჰექტარზე ახალი ტყე გაშენდება. 5 ივნისს 5 წიწვოვანი ნერგი 5 ივნისს. ნათია იორდანიშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და 2025 წელს 5-5-5 აქეთ. მოგზაურობთ, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. 31 ჰექტარი. იორდანი გვარი არ ამბობს რა ვინც არის? ებრაელი რომ არის? ტერიტორიის დაყოფა და რა ეტაპზე ვართ ახლა?
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა გარემოს დამცველს და არა მხოლოდ მიულოცავ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს და დიახ ჯვრის მიმდებარე ფერდობზე ტყის გაშენების პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გამო. აქ არ არის მხოლოდ მასშტაბურობა 31 ჰექტარი და 25,000-ზე მეტი ენერგი. 25,000 მეტი ენერგი და 25 მნიშვნელოვანი ტერიტორია კულტურული ისტორიული ლანდშაფტი ვიცით რომ ჯვარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან უსხაშია და ამ პროექტმა სხვათა შორის მიიღო იუნესკოს ყველაზე დადებითი შეფასება რაც კი შეიძლება გქონოდოს პროექტს და არა მხოლოდ თანხმობა არამედ რეკომენდაცია რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია ავიჩვისოთ ჯვრის გარშემო და დავაბრუნოთ ისტორიული ტყე რადგან ჩვენ მიჩვეული ვართ რომ ეს ლანდშაფტი ესეთია ხო ეს ბუჩქები წარმოდგენილი წარმოგიდგენიათ რამხელა ტყუილს ამბობენ ჩვენ მიჩვეული ვართ რომ ეს ლანდშაფტი ესეთია ბუჩქები არის და აქ ტყე იყო არ იყო ტყე ხალხო მან დასახლება იყო სუნთლიანად მაგორაზე დასახლება იყო ყველგან არტეფაქტები ყრია და ეხლა უნდათ რომ ამ ტყით გადაფარონ ეს საზიზღრები ჯვრის გარდა საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისთან ახლოს ვერაფერი ვერ ნახეს რომ იქ გააშენონ ტყე უნამუსოები ესენი რომ ისტორიულად აქ ტყე ყოფილა. კიდევ ერთი როგორ გაიხედა გვერდზე ხედავთ რომ მოითქვა? ტყე ყოფილა და გველურად გაიხედა გვერდზე. მეგობრების ტყე. ტყის მეგობარი გახლავთ მოხალისეობრივი პლატფორმა, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერით გაფუძნდა 2023 წელს და ეს ტყე შეიქმნება საზოგადოების და კერძო სექტორის მონაწილეობით. მათი დონაციით, მათი ფიზიკური აქტივობებით და ასე შემდეგ. როგორ რომ ჩავერთოთ ჩვენ ამ კომპანიებს ძალიან მარტივად ვებგვერდზე Forest Friend-G თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ აირჩიოთ პროექტი, გააკეთოთ დონაცია ან დარეგისტრირდეთ მოხალისედ და მოგივეთ შეტყობინება უკვე ტერიტორიაზე დაგეგმილი აქტივობების შესახებ. სამუშაოები დაიწყება უკვე შემოდგომით, ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს 159 ნაკვეთად გვაქვს დაყოფილი, იმიტომ რომ 159 ნაკვეთად გვაქვს დაყოფილი. გარემოს დაცვით და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითაც უნიკალურია ეს პროექტი შეიძლება ითქვას, აქ უნდა მივიღოთ ერთის მხრივ რეკრეაციული დატვირთვის მქონე ტყე, რადგან დედაქალაქთანაც ახლოა და აი ესეთი დატვირთვაც ექნება ამას, ტურისტული ადგილია. ტექსტია შემუშავებული აზრით რომ ყველა სეზონზე იყოს მიმზიდველი, რადგან გზის პირას არის და ესე იგი ყველა სეზონზე იყოს მიმზიდველი რომ ხალხმა გადალეწოს და იმას აქნას რა ქვია ის არტეფაქტები მთლიანად გაანადგუროს. თქვენ აზზე ხართ რეებს კადრულობენ ესენი? თან თქვენივე ხელით გაგაკეთებინებენ ამას, იმიტომ რომ აჰა როგორც ყოველთვის გაყიდიან ხოლმე ისე რომ აი რა კარგ რაღაცას ვაკეთებთ გარემოს დაცვისთვის კარგია, საქართველოს ბუნებისთვის კარგია ეს აქ ტყე იყო და ტყე უნდა გაშენდეს და ხო გასაკვირიაო ყველგან მიწებს ეძებენ ბიზნესებს და საცხოვრებელ ბინებს აშენებენ და აქ რატომ უნდათ ტყისთვის როგორ მოიცალესო ხო ხათუნაი მართლა გასაკვირი არ არის ხალხო ეხლა მე ხო ხვდებით რომ ჩვენი საპატრიარქო ძალიან დიდი მტერი არის ჩვენი არტეფაქტების და ჩვენი ისტორიის ხომ ხვდებით ამას მედია რომ ძალიან დიდი მტერია და დებილია ძალიან მაგარი და ან მტერიას გამიზნული მტერია ჩვენი საქართველოს ისტორიის და არტეფაქტების ხომ ხვდებით ამას საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო რომ ძალიან დიდი მტერია საქართველოს ისტორიის და ჩვენი ისტორიის ამას ხო ხვდებით ახლა არა ეს ხომ არ ანუ ეს არის დაცინვა ხალხო ორი დღის წინ ჩვენ მივდივართ და ვაჟღერებთ რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და იესო ქრისტე აქაცოს ჯარს და ეს იცის საპატრიარქო მინტეროს დიდი ბოძი დადგა იქ სადაც ამოატვიფრინა იმ მოქანდაკეს ეს ყველაფერი რომ იესო ქრისტეს ყველა ის სცენა საქართველოშია მცხეთაშია იქ მცხეთაა ასახული მცხეთაა ერთ-ერთი ასახული და ესენი დადგნენ და აქ მაინც ვერცად ვერ ნახეს სხვაგან ადგილი რომ ხეები დარგონ რომ ამ ჯვარზე აი ამ უნიკალურ ადგილზე როგორც თქვა უნიკარულია ეგ
უნისკარი არის ეგ ხალხო პორტალია დიდი პორტალი იხსნება მანდ რომელიც დაკარგული გვაქვს თამარი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვამცნობს თავისი მონეტით ეს პორტალი გაძარცულია პარულიო იქ აწერია განპარული არის და ეხლა კიდე უნდა ამათი დასახი შეება ღმერთო ჩემო ან ვინმე გამოჩდით მღვდელი ან ვინმე გამოჩდით ღვთისმიერი ადამიანი რომელიც ხმას ამოიღებს ჩემს გარდა არ არსებობთ ამ ქვეყანაში არავინ ქართველი დარჩენილი ჩემს გარდა გადავირევი ხალხო ხმა ამოიღეთ ჩემზე უფრო მეტი ძალაუფლება ვისაც აქვს ხმა ამოიღეთ ხალხო მღვდლებს ვეუბნები ეხლა და გადაეცით ნებისმიერ მრევლი ხო ხართ აქ ვინმე მღვდლის წარმომადგენელი გადაეცით მღვდლებს ეს ისტორია არავითარ შემთხვევაში იქ არ შეიძლება ტყის გაშენება ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და დიდი ტრაგედია ხალხო ცეცხლს კი არ დაგვატეხს ღმერთი თავზე იცით რას გვიზავს გაგვანადგურებს სულ დაიწყო მოსულია, აი ნახეთ, მოსულია მეორთ მოსვლა. აი ეს ის ხალხია, რომელიც გონს მოვიდა, ეს ის იუდევლები არიან, რომლებიც გონს მოდიან მეორეთ აპოკალიფსის დროს. ხედავთ, თავის ხალხს აუჯანყდნენ უკვე ეს ებრაელები. ფეხს ადგავენ თავისი დროშაზე. გონს მოდიან, ის გონზე მოსასვლელი ებრაელები, ვინმეც უნდა მოვიდნენ მეორეთ მოსვლის ჟამს გონს. რატო ვერ იგებენ ამ ყველაფერს? რა უნდათ? რისი გადაწვა უნდა და რისი გადარჩენა უნდა? რა ჯანდაბა უნდათ? აი ამათ დაცემულ საზოგადოებას ესენი კიდე გონზე მოსულან კიდე ნახეთ რას უზავენ ამბაც. აი ამ დროშას როგორ წააგროვენ და გარიხავენ. გესმით რა ხდება? გესმით რა ხდება? ხომ გესმით რა ხდება რა? და აი ეს კაცი რო იძახის მე მგონი მამა არჩილ მინდიაშვილია და მამისა მაგას არაფერი არ ეტყობა. აი ეს კაცი რო იძახის ჩამოდი რა დაემართა. ამ ენერგიებს საიდან ჩამოიტანენ თუ იცით აბა? საქართველოში გამოიყვანენ? რა თქმა უნდა ჩინეთიდან ჩამოიტანენ და ჩინეთიდან რომ ჩამოიტანენ, აი ნახეთ ეს მღვდელი რას ამბობს ამ ჩინურ არმიაზე. ამ ჩინურ არმიაზე ნახეთ რა. რუსები, ბელორუსები და უკრაინელები შეერთებიან. ცოტა მოგვიანებით მართლმადიდებელი ბერძნები მიუერთებიან. პრაქტიკულად მართლმადიდებელ ქვეყნებს შეებრძოლება მთელი დანარჩენი მსოფლიო, რომელიც პრაქტიკულად არის წარმართული. ევროპა დიდი ხანია ქრისტიანული. მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის საქართველო კი არ თქვა. მოკლედ, ეს ყველა სასტიკი იქნება. გაიბარჯვებენ მართლმადიდებლები კონსტანტინოპოლის ბერძნებს გადასცემენ ეს იმდენი წინასწარმეტყველება ამასე თავს აღარ შეგაცვლეთ და შემდეგ ესე იგი უკანასკნელი ომი იქნება წმინდა მიწაზე არმაგედონის ომი ცნობილი ჰონდა სიხარული ყოფილიყავი თაბორის მთისძირშია გადასვლი აბრაამის გზაზე თვალს ვერ მიაწვდენ აი თაბორის მთისძირში სადაც მარტო-ჩინელები იქნებიან 200 მილიონი არმია ეგეთ ახლა ვერ შეაგროვენ 1.6 მილიარდი რაღაც უნდათ აგერ უკვე მოაქვთ 200,000 ნერგი მოაქვთ და ეგ არის მაგათი არმია.
თაბორის მთისძირში კიდე ეგ არის ზუსტად ეგ მთისძირი არის, სადაც დააყენებენ მაგ იმეებს ღმერთო ჩემო. არ ვიცი მე რაღა უნდა ვთქვა და როგორ უნდა ვთქვა, მე აღარ ვიცი უკვე. მე ერთი რამე ვიცი, როგორც კი შემოდგომაზე ესაკითხი დაიწყება, თითოეული ქართველი უნდა დადგეს ფეხზე და ხელი ჩაკიდოს ერთმანეთს, წავიდეს მივიდეს იქ შეუშალოს ხელი, აი ამ ჩემის ჩათვლით ამ საშინელებას, რასაც ესენი ახორციელებენ. ეს ხის ნერგები წაიღონ და ჩარგონ იქ, სადაც ტყე არის საჭირო, ბორჯომში მაგალითად რო გადაიწვა ის ხე. ის ტყე რო გადაიწვა, იქ ჩარგონ ის ხეები, იქ არის საჭირო. აქ არ არის საჭირო, ამ თაბორის მთის ძირში არ არის საჭირო. ამეების დარგვა და ტყის გაშენება. ხახო ვიტირებ ეხლა რა, აღარ შემიძლია, დავიღალე ძალიან რა. მართლა ძალიან დავიღალე რა. ემოციურად ძალიან მაგრად დავიღალე. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ჩემი მდგომარეობა? როგორ პირში გვატყუებენ, ესენი ყველანი ებრაელები არიან ხალხო. ებრაელები არიან ესენი, ქართული გვარებით, გადაკეთებული გვარებით. მაგათი სისხლის გენეტიკა რო გამოიკვლიოთ, 100%-ით ებრაელები იქნებიან ეგენი. ეგ დამპლები ეგენი, რას გვიკეთებენ აზე ხართ? ეხლა მე არ ვიცი ამ ეს ვიღაცა ქალი რო იყო იორდანია თუ რაც იყო გვარად. ეს ქალი თუ აზრზე არის რას აკეთებს მართლა არ ვიცი. ან ასრულებს დავალებას, რომელზეც აზრზე არ არის და გონია რომ ხე-ტყე უნდა გაშენდეს მართლა და რა კარგ საქმეს აკეთებს. შეიძლება მართლა ესე გონია ხალხო, მაგრამ ჩვენ ხო არ უნდა ვიყოთ ესე გამოშტერებულები არა? ჩვენ ხო უნდა ცოტა ფხიზლად ვიდგეთ არა? მარიმ რო ნახა ხუციშვილმა ის ხილვა რომ ჯვართან დადეკითო, აქო ქართული სიმღერა არ შეაჩეროთო, ქართული გალობა არ შეაჩეროთო, ჩვენ მოვალთო, ნახა ესე იგი დიდი ლაშქარი მოდიოდა, იქ ჯვარზე იდგა მთელი ლაშქარი და დიდი ზეციური ლაშქარი მოდიოდა ჩვენსკენ და რომ მოგვიახლოდა, გვითხრა ესეთი რაღაც რომ თქვენ აქ ქართული გალობა არ შეაჩეროთ და ჩვენ უფრო დიდი ომი გვაქვს მოსაგები, იქ მივდივართ და მე მოვალთ და შემოგიერთებით თქვენსო. აი ეს ხილვა ნახა მარი ხუციშვილმა ხალხო, რომელიც არის ზვიად გამსახურდიას გამო დისიდენტი. გასახლებულია აქედან, გაქცეულია აქედან, თორე მოკლავდნენ. ყველა ხო მოკლეს ქართველი, ვინც კი ქართველიღა იყო დარჩენილი ზვიადის დროს, ვინც დააფიქსირა თავისი თავი, ყველა ხო გაჟლიტეს. ვინც გაიქცა და ვინც გადარჩა, იმათ მაინც მოსდით ხილვები ხალხო და გამოფხიზლდით ქართველებო, გამოფხიზლდით, თავზე გვაკუკებენ. ჩვენ კიდე დავდივართ ისევ იმ სატანის მსახურებთან და ქრისტეს სისხლს და ხორცს ვჭამთ ხალხო, ვჭამთ. ქრისტეს ზეზეურად ვჭამთ. განა თუ ის ქრისტეს დავუდგეთ მხარში და რამე საქმეები ვაკეთოთ, მადლი მოვიხოჭოთ ღვთისა, ვჭამთ. ამ სატანისტების ხელებიდან ვჭამთ ქრისტეს სისხლს და ხორცს. კი არ ვეზიარებით ვჭამთ. ზიარება იცით რა არის? გაიზიარო ქრისტეს სიტყვები და გააკეთო ქრისტეს საქმე. ეს არის ქრისტესთან სისხლის და ხორცის ზიარება. ამათ კიდე ხომ ხედავთ რას გვიშვებიან? ხომ ხედავთ არც ერთი მღვდელი ხო იციან თვითონ თავისი ხელით დაახატეს იმ ბოძზე და ამოაბეჭდინეს რომ აქ არის ის ადგილი სადაც ქრისტე აჩვენს ჯვარს და ხალხმა რა გააკეთა ხედავ? იმის უფლება დართო რომ იმ ადგილებში ეს საპატრიარქოს ადგილები არის. საპატრიარქოს უნდა ეკუთვნოს იმის მაგივრად რომ აქ გამოაცხადოს ადგილად სადაც ხელის დაკარება არ შეიძლება, ტყეს აშენებინებს ხალხო.
მე კიდე ეს გუში რო ჩავწერე ვიდეო არ მეგონა ესე სერიოზულად რომ ნახე ეს ვიდეო მე ხო? ძალიან ცუდია. თორე პირველი საათი იყო ვეღარ ჩავწერდი მეორედ ლაივს. ეხლა გამეღვიძა თუ არა პირდაპირ შემოვედი ლაივში რომ გაცნობოთ და გადაუზიარეთ ქართველებს გადაუზიაროთ. ქართველებო გამოვფხიზლდეთ. ძალიან ცუდად გვაქვს საქმე რა. ძალიან ცუდად. 1 წელიც აღარ უნდა მოვა უკვე ქრისტე. ღვთისმშობელი უნახავს ქალს, რას დაგიმსგავსებიათ ეს საქართველო, საყვედური გვითხრა ხალხო. მე თქვენთვის ვიბრძიო და თქვენ რას დაგიმსგავსებიათ ეს საქართველო, რას აკეთებთო? არ გცხვენიათ ქართველებო? მარტო ჭამა და იმაზე ხართ გადასული, რა გჭირთ ხალხო? გამოფხიზლდით ხალხო, გამოფხიზლდით. აი ამ კაცმა მიიყვანა ის ქალი, ვისაც ხილვა ქონდა ღვთისმშობელზე აქეთ ეგით რომ დასდევდნენ ეს სხვა ერის წარმომადგენლები და ესეთი სიტყვები რო თქვა ამ ქალმა რომ ხატმა რომ რას დაგიმსგავსებიათ საქართველო, რა არისო ესო? მე თქვენთვის ვიბრძიო და თქვენ კიდე რას აკეთებთო? ამ კაცმა მიიყვანა ის ქალი ილია მეორესთან. ამის სათქმელად და ამ დროს ჩამოსული იყო ათონის მთიდან ვიღაცა ბერი რომ ეთქვა ილიასთვის ღვთისმშობელი საქართველოში მოდისო. გამხადეთ რუსული კაბა არ მინდაო ეს რუსული კაბა აღარ ჩამაცვათო. გაიგეთ რა ხდება ხალხო? არ ვიცი, იმოქმედეთ. ვიდეო მაინც გადააზიარეთ, ბიჭო, მაინც უნდა გეხვეწოთ? არ ვიცი რა უნდა გითხრათ? ესეთი დაძინებულები ხართ, რომ ყოველ წუთში უნდა გაფრთხილოთ, რომ ვიდეო გადააზიარეთ მეთქი? თუ გცხვენიათ ჩემს ვიდეოს რო აზიარეთ, რა გჭირთ? თქვენი თავის არ გცხვენიათ ესე რომ გძინავთ და არ ვიცი რა გჭირთ რა ღმერთო გამოაფხიზლეს ხალხი რა. და მე კიდე ვიღაცა იტყვის ეს გოგო ის რო გლანცხავს იმას მოусმინო. სალანძღები არა ხართ ბიჭო? არც უნდათ რომ გალანძღვე. გამოფხიზლებაც არ უნდათ, ხედა? რა უსინდისო ხალხი ყოფილხართ მართლა რა. მარტო მარია ღვთისმშობელმა უნდა მოგიგვაროთ საქმე და იესო ქრისტემ თქვენ არ გინდათ რომ ხელები გაანძრიოთ და ტრაკი გაანძრიოთ? არა ხო? ხო და მაშინ მოგივათ რაც მოგივათ ის.